იცი რას გეტყვი? თუ არ გვასპონსორებენ, ჩვენ თვითონ გავაკეთოთ და ჩვენი თავები დავასპონსოროთ. არ არსებობს, დავარდე. ესე? ნო. ხტები რომ ბევრი არაფერია საჭირო ბედნიერებისთვის. მოგესალმებით, რაღაცებს ვაუმჯობესებთ ჩვენს მანქანებზე, რაც გამოგვჭა ამ დროის მანძილზე, სხვა მანქანებზე სანამ ვიყავით გადართულები და ეხა ზუსტად მაგას მივხედავთ და რატომაც არ ჩავწეროთ ვიდეო. ეხა რა გეგმა გვაქვს დღეს და ზოგადად რა გავაკეთეთ ამ დროის მანძილზე. სანამ გადავწყვიტეთ ვიდეოს გადაღება. აგერ რომ უკვე პოლირება გააკეთა ფარების თითქმის. აი ესეთი რაღაცები ეტყობა მზისგან რა. არ ვიცი ხე კამერა როგორ გადმოგცემთ, მაგრამ ნუ იგრძნობა რა და თან ეტყობა კიდევაც იქით კიდევ უფრო უარასად იყო. მე რომ აქ BMW-შნიკური რაღაცებიც დაამატა. შავი სარკეები, ბეთმენის. ეხა ერიკა ბეთმენია. როგორ ამოიხედა. ამას ამოუჭრი სავარაუდოდ ეს. ეროს გაკეთებული არ იქნება ერიკა ყველაფერს კარგად აკეთებს. ეხა იდეა რა გვაქვს, რა ვიცი, სავარაუდოდ სახურავით გაშავდება, იმედია ეგრე არ იქნება და ცოტა უკეთ გავაშავებთ და საბარგულის სპოილერსაც გავაშავებთ. ხო, ეს რა თქმა უნდა, ლოგოტიპი Mercedes-ის შავი უნდა იყოს. ჩვენს ფიცს რაც შეეხება და ნუ ჩვენს მანქანებს თქო რატო ვახსენ. აქაც პოლირება გვაქვს გასაკეთებელი, აქ უფრო კარგად ეტყობა რომ ნამდვილად გასაკეთებელია, იმიტომ რომ გაყვითლებულია და რაც ჩამოვიდა ვერა და ვერ მოვიცალეთ, ხან -20 იყო, ხან კიდე 5 მანქანას ერთდროულად ვაწყობდით. პლუს ამ მანქანასაც ბეთმენის სარკეების გარეშე არ დავტოვებთ და პლუს აი ეს ციმციმაც უნდა შევცვალოთ და შავი დავაყენოთ. ეგ არის გეგმა დღეისთვის. იმედი მაქვს მოვასწრებთ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ თან მე სხვა საქმეებიც გვაქვს, რომელსაც უნდა მივხედოთ. თან პარალელურად ამ ვიდეოში გაჩვენებთ რას ვაკეთებთ და რას ველოდებით რა მანქანები ჩამოგდის. ეს არის Ford Bronco-ს ფრთა, რომელიც ჩამოგდის ახალ მომავალში. ეს არის სტოპები ჩვენი Ford Bronco-სთვის. კიდე რა გვაქვს გარაჟში? სხვა არაფერი, მაგრამ მოგიყვებით რა მანქანებს ველოდებით. ესე იგი ჩამოგდის Ford Mustang-ი, რომელმაც იცურავა ცოტათი და ფლორიდის შტატიდან არის. ფლორიდის შტატში კიდევ ხშირად ხდება ეგეთი რაღაცები და იმედი მაქვს რომ თევზები არ ამოვა მაგ მანქანიდან. Honda Fit-ი ყავს, სხვათა შორის ისეთი, რომელიც ჯერ არც გვყოლია. არის 2020 წლიანი Honda Fit-ი, რესტაილინგი. სავარაუდოდ მაგას დავიტოვებთ. ეხლა ჩვენს მიუგენ ვარდისფერ Honda Fit-ს შეიძლება დავამშვიდობოთ, არ ვიცი ჯერ ჩამოვა და მე რომ ნახავთ. Ford Bronco, Subaru Forester-ი მოგდის 2021 წლიანი და Nissan Leaf-იც ჩამოგდის, რომელიც ელექტრომანქანა არის. შეიძლება ამ ვიდეოს თქვენ უყურებთ ცოტა მოგვიანებით, სანამ არ არის იქ ჩამოსული მანქანები, თუ ჩამოსულია უკვე და ეგ ვიდეოები დევს არხზე, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ, შეიძლება ზოგი ვიდეო უკვე იდოს არხზე. სველია და მაგით ვარჩენს. შალი რა გააგრა? რა მაქვს? შალი რა. შალი. არა. ისეც ხედა რომ ესეც მთლად შალი არ არის. ასპერინი ხო? ჯმერე დისკები შავში. ყველაფერი ვაფშე მანქანა ხوار შევღებოთ. ჩვენი ბეთმენი Fit-ზე ესე გამოიყურება, ვისაც არ გინახავთ ჯერ. აქ რა გვაქვს? ეს ციმციმები. ესეთ ციმციმები მომწონს. ეს ყველა მანქანას უხდება ძალიან თან მუქი. თან ეს მორბენალი ციმციმა არის, რაც კაია. ჩვენს Honda Fit-ზე ჩამოგვივიდა რასპორკაც. ზედა რასპორკაა ჩამოსული და ანუ მაგას ველოდებით რომ დავაყენოთ. რასპორკაც აქ არის? გაჩვენეთ ახლა რასპორკას. აბა, აი ამას შეხედეთ ერთი. ესეთი რასპორკა გვაქვს, საკმაოდ მძიმეა და ხარისხიანი.
ეს სამაგრებზე დგება. ერო რა სპორტკა ნახე ეფირის. ნახე რა მძიმეა. შენ ხარ ის ჩან. შენზე არ დადგება? შეიძლება დადგეს შენზე. მაგრამ ეს უნივერსალურია ნეტა? გინდა უნდა. მიდი აბა მიაზომე. ეს გადაწყვეტა. ახ. აი მოიცეთ. სოდვა ის. არა. კუთხეზე დგას რაღაცნაირად არა შენ ჩაშკები. ვა. ესე? ო. ეგო. დგება ხო? ისე კი მოხდებოდა ეს. მაგრამ ძალიან განიერია. არა. ო, აი ეგრე მე მგონი. ეგ არის. ეს და სად მაგდება? ეს ზიპერებზე? რაღაცა ძალიან განიერია რა, ეხლა დავიჯერო ფიტი უფრო განიერია ვიდრე ეს? ალბათ ესენი უყენია ცოტა აქეთ. შეიძლება ხო? ერო გაჩვენო ჩემი ისა ბეთმენის სარკეები? აბა. ბეთმენ. ეგ ტრადიცია ეგეთი. ეს თემა გამოიწერე? არა, მე ტაობავდა. მან უფასოდ არ მოდის. სამწუხაროდ. უნდა კიდე ცოტა. მოკლედ, მე სანამ კომპიუტერთან ვზივარ და ხან ვიდეოებს ვაკეთებ თქვენთვის, ხან მანქანებს ვეძებ თქვენთვის, პოლირებაც დაამუღამა, სვარკაც დაამუღამა, თავიდან ბოლომდე რავი გარაჟი გადააწყო, მე ჩამოვდივარ, ვუყურებ, მეთქი ეს ჩვენი გარაჟია. იშვიათად ჩამოვდივარ ხოლმე. აქ სოჩები სადაა? მერსედესია ზმა, სოჩები რა თქმა. აქ კაპოტსაც კი არ ჭირდება ახლა. ერო დავითრიოთ რამე ახალი მერსედესი? CLS-ი. CLS-ი მოვა მალე განხილვაზე, იცი? მიმოხილვაზე. გამოგადავუოთ ერთად. მე ვფიქრობ თუ გამოვა ეკლას დავითრო. გასაგებად. ჩემთვის ახლა ხო იცი მერსედესი. დასადაულად. ბოლოს ხო ვიცი ახლა მერსედესი შემურჩება და. მერსედესი დაიწყო. მერსედესი არის მანქანა და ერო რომელიც ყიდის თავის მერსედესს რო F30 დაიტრიოს. არა, ზმარა F30. ეგ მეურია. აი ზმა. მე მგონი ეყოფა. სხვათა შორის მიმოხილვებზე რახან დავიწყე ლაპარაკი, ჩვენს Honda Fit-საც უნდა გადავუღოთ უახლოეს მომავალში მიმოხილვა. ესეთი ფიტები ჯერჯერობით იშვიათად დადის ჩვენთან, მით უმეტეს მიმოხილვა თქვათ ხშირად არ მხვდება, აი ზუსტად ამ კომპლექტაციის და ნუ რატომაც არ მოგიყვეთ ჩემს Honda Fit-ზე. რა ვიცი, ალბათ დაგაინტერესებთ, ბევრს ცოტა სწავს, ვიზუალურადაც თქვათ ცუდი არ არის. ნუ საშუალოა. თავისი კლასისთვის ნორმალურად გამოიყურება და ჩემი აზრით ბევრს დაგაინტერესებთ, როგორი არის, რამდენ სწავს, რა ღირს ამაზე სერვისი და ცოტა უფრო დეტალურ მიმოხილვას შემოგთავაზებთ ჩვენს წინა მიმოხილვებთან შედარებით, რადგან ეს ჩემი მანქანა არის და შემიძლია ცოტა მეტი ვისაუბრო. მომწონს იაპონური მანქანები იაპონიიდან მით უმეტეს, იმიტომ რომ დაუზიანებელი ჩამოდის, შეიძლება ნუ ოდნავ გასმული იყოს ან პატარად შეჭეჭყილი, მაგრამ დაზიანება როგორც ასეთი და დალეწილი არ ჩამოყავს, შეგვიძლია ეგეც თუ თქვენ მოისურვებთ რა თქმა უნდა და ვინმეს თუ სურვილი გექნებათ იმის რომ თქვენთვის მანქანა ვიყიდოთ და დაუშვათ დაზიანებული ყიდვა გირჩევნიათ იაპონიიდან საუკეთესო ფასად იმასთან შედარებით ვიდრე ნუ ესენი ღირს დაუზიანებლები ეგეც შეგვიძლია, მაგრამ ნუ ჩვენ იშვიათად ჩამოყავს, ჯერ არ ჩამოგვიყვანია უფრო სწორად იშვიათად რა
ისე იშვიათად ჩამოყავს, რომ ჯერ არც ჩამოგვიყვანია. და ნუ რატო დავიწყე ამაზე საუბარი? იაპონიიდან ეხა ბევრისთვის საინტერესო არის რა, რატო ყიდულობს ხალხი იაპონიიდან მანქანებს, მით უმეტეს გამბაჟება უფრო მეტი ღირს. რა იდეა აქვს და რა იდეას ატარებს ეს ყველაფერი, თუ ამერიკიდან ნაკლები ღირს. პლუს მანქანასაც ყიდულობს კონტეინერიც ხანდახან ერთნაირად არის და ტარიფზე არის დამოკიდებული ეხა იაპონიიდან როგორ არის და ასე შემდეგ. ზუსტად მაგაში არის პასუხი, რომ გაკეთება არ გიწევს მანქანის, ცოტა უფრო დიდხანს გიწევს მანქანის ლოდინი. მაგრამ ღირს ლოდინად, იმიტომ რომ საერთოდ არ გიწევს მერე ხელოსნებში სიარული, რაღაც ნაწილების ძებნა, რა ვიცი, სირბილი აქეთ-იქეთ მოვიდა მანქანა, მიიღე მანქანა და ვсё მზად ხარ, რომ იკატავ ზეთები, აალების ანთლები შეცვალე და დადიხარ ჩვეულებრივ. პლუს ხშირად ეხა იაპონიიდან ვისაც მოყავთ მანქანები და ვისთვისაც მომიყვანია მანქანა, ყველას ეკონომიური მანქანები უნდა და პატარები და ნუ მაგასაც ამერიკა ხშირად აგვთავაზობს. პრიუსცები არის ამერიკაში ჰიბრიდები, რომელიც ხშირად ისეთი დაზიანებით არის, ან იმხელა გარბენით არის საუკეთესო ფასში რო იყიდოთ, ნუ რა ვიცი, მთლად მე ვფიქრობ, რომ მარჯვენა საჭიენი აქ ჯობია მაგას, ან აგე ფიტი. ესეთი ფიტები საერთოდ არ არის მარცხენა საჭიენი ჰიბრიდები, შესაბამისად მაგიტომაც მყავს მარჯვენა საჭიენი ჰიბრიდი. ტევადია, ცოტა სწავს, მაგრამ ეგ ყველაფერი მიმოხილვაში. თუ გინდათ იაპონიიდან ან თუნდაც ამერიკიდან მანქანის ჩამოყვანა, მოიწერეთ Instagram-ს გამოვანათებ, ვმუშაობ ამაზე აქტიურად და ჩამომყავს გამომწერებისთვის მანქანები. რაც ძალიან მაგარია, იმიტომ რომ მომწონს, რომ მენდობით ვაფასებ მაგ ნდობას და მეც ჩემი მხრიდან მინდა, რომ კარგი მანქანა გაყიდინოთ. შესაბამისად, მოიწერეთ. ეგ არის პრიალებს. Mercedes das Auto. ერო ეს ისა ლეგენდარული ხო? აქ ლაბშა რაღაც, მაგრამ ეს რატოა სულ აქედან ანათებდა. ანათებდა ხო? ეს აქტიულია. მააბრუნე. Всё, ეხა სწორად ის? აიგი. Mercedes. ეიტანს. კრილოს კაწრავ. გავხსნათ, ნახოთ ფიძე როგორ არის? მიდია. ეს მიაგდე. კაპოტი მიამაგ. ამან და არის. სადა? უნდა. სადა? ამ სამოიყოს. იმაზე სადა ხუფი აგე. ეს კაპოტი მაიცა. ავწიოთ ერთი. ამაიწიე. მოდი. ესეც მიუგენის გვაქვს. ეს კუსკოსი და ყველაფერი ლურჯად, მაგიტო დავტოვეთ. მაგრამ ეს ყენდება. Mercedes არ გავაფუჭოთ. აი ესე ნიხსნება, აი ეს დაფა. და ყენდება აი იქ ბოლოში. რაღაცა ძალიან გრძელად არის ეს. თუ არა? არა. აი ესე უნდა იყოს სადღაც. ტურნიკების ქვეშ. ეს მე მგონი იმპრეზასი. Tuning. მოხსნათ ეს? ეს როგორ უნდა მოხსნათ? ახლა მე მოვუტეხავ და მე უნდა მეჩხუბო. მოხსნათ სარკე? მოხსენი. როგორ? ნუ მოტეხავ ეხა. Что беру? Ой, сейфсни. ესე იყოს. აეროდინამიკა. რატო ხსნირო?
მოხსნე ამებს არ უხდება თუ კარგადაა გაკეთებული. სხვათა შორის აგე ერიკა ეჩვევა უკვე კამერას. შევახსენე. მოიცა ბიჭო შენ კი არ გიღებ. შეოპრიალებს. შოერო. იზოლენტა. მოშორე ხო? წამოვა ეს მოხსნათ ერ. არ მოდის ბიჭო ეს. არ იხსნება. ეს წკაფს შვები და არ მოდის. დაიცვალა ნახო ინტერნეტში. აქ ცოტა უკეთ წამოვიდა ხო? ვნახოთ ერთი ერიკა როგორ დააკრაკ. მომე. ნაგავი მომე რომ მარტივად გქნა. მომახსნევინე ბიჭო. აღადგინე. ესე იგი, რადგან იაპონიაზე ვახსენე და აუქციონებზე ზოგადად მინდა რომ გაჩვენოთ ის მანქანები, რომელიც აი არც ისე დიდი ხნის წინ მოვიგეთ ჩვენი გამომწერებისთვის, მოკლედ აი აქ ამოვანათებ Honda Fit-ები ვიყიდეთ და ერთი Honda Acti ტრაკი ქვია პიკაპი არის, რომელსაც იაპონიაში ხშირად იყენებენ. აქაც ძალიან ბევრჯერ შეხვედრიათ სავარაუდოდ სპეცტექნიკაში გადის, მაგრამ პატარა მანქანა არის, მოკლედ ნახავთ და მიხვდებით რაზე მაქვს საუბარი. დღეს გვეზარება ამ ფარების პოლირება. უნდა მოვხსნით რამენაირად. ნუ მოფუჭებს. მოვხსენი, მაგრამ ვერ გადავიდე. იმიტომ რომ ძალით ფეხი დავადე და აი ესეთი ორი რაღაცა აქვს. რაც აკონტროლებს სავარაუდოდ სარკეს. ეს არ ვიცი უკან როგორ შევყო ისე. მაგრამ ეგ მომოსილში. ჯერ დავაყენე. მოკლედ გუშინ რომ დააყენა რა არ ვიცი როდის დააყენა, მაგრამ რომ მითხრა რომ დავაყენო, მეთქი გადაგვეღო მაინც და ეხა უკვე მართლაც გადავიღებთ. მაგის გარდა ეხა რას ვაკეთებთ? აქ სარკეს პარალელურად ვემუშავებით. მოდი. ვულა. აი აქ აქვს 4 ვოლტი. არ ვიცი რას ნიშნავს და რისთვის არის რატო არის აქ ეს 4 ვოლტი, მაგრამ სხვა ვერაფერს ვერ ვხედავ, ასე რომ ამას დავშლი. და ბარემ ამასაც გაჩვენებთ, რადიატორზე დავაყენებთ, ამასაც მიუგენს და იყოს მთლიანად მიუგენ ფიტი. რას შვები? იმას რატო შლი? იმას რატო უშლი და ეს უნდა დავაყენო, ციმციმა, მორბენალი, შავი. აქ საინტერესო არაფერი არ არის, ისეთი რაც არ გინახავთ აქამდე ჩვენს არხზე. ასე რომ იმ ხუბზე ყენდება ეგ და ეჭირება. ძველ ხუბზე ყენდება და ეჭირება, კი? აი ეს იხსნება? ხულა დებილი. შოა არ იხსნება? შო. ამოტეხა რადიატორი. შემოატრიალა? შემოვატრი. დაგაწყვეტ. უი, რა კარგად. აი ეს. მენა. კაი.
მოიცა ეს. არა მუშნა. უეჭველი? მიდი ხო დააყენე. არა, შემოტრები. არა, მოიცა. ჯერ არ მინდა რომ აი ესე იყოს. ხო, კაი. ანუ ჩვენზეა დამოკიდებული როგორც დავატებ ისე დაიხურება? აბა ვიზი. მოიცა პირიქით. просто ნახე, მოიცა. ხო მივხვდი უნდა აუწიო. არა. ნახე, ერთом და ნეფით. ისე დააყენე. ნახე. არა ძმა, სხვა რაღაცას გეუბნები. ესე ხო უნდა დააყენო, აი ესე. აი ეს რო აქეთ მოხდეს. ანუ ესე მოხსენი. ამოწიე. მოიცა. მივხვდი, ანუ პირიქით უნდა დავატო და. აი ესე. всё, აი ესე დააყენე. ვერ ისწავლა რა. ყველას გვაქვს ჩვენი სუსტი წერტილები. ჩემი არ არის დაშლა წყობა რა გიყო. 2 მილიონ ლილიონ დილიონ სკოჩი გაიყინა ძმა. წადი. всё მე აქ მივხედავ. ეგარქნა. არ არსებო დავარდება. არა ქანაო და არ დავარდება. კარმა რო დაუბეროს. ისე შტატივის გვაქვს და просто გვეზარება გამოტანას. შენი მოხსენი რა დაგივარდეს მე უნდა მიჩინო. მე უკვე დაწერილი მაქვს საჩივარი. შეტანა გადამრჩა. ეს ძალიან უნდა დავუჭირო ამას ნეტა. ახლა პროტეინებში გააფუჭეს ჩემი. რა? ჩემი მანქანაში. გაგისწორდება. რა? გაგისწორდება. Опа. აი ეს. ესეც ასე. მოკლედ ძალიან ბევრი ლურჯი დამატება გვაქვს. მე მომწონს ლურჯი დამატებები. ეს აი ეს და ესეც ლურჯი ტყუილად არ არის. ბავშვობის ტრაუმა. ლურჯთან? Skyline-ი რო ვერ ვიყოლია, ხო? ლურჯი ფერის. რა იცი იქნებს რომ დასრულობაში ავისრულო. აბა ეროსთან რა ხდება ერთი ვნახოთ. მომ თეთრზე უფრო ლამაზია იცი? ერო. რას ფიქრობ შენ? მეც ეგ ვფიქრობ. მეც მომიწევს ეს სკოჩს. არა მაგარი გამოვიდა. ო, სიმპათიურად დადგა. კიდე ის ესეც გასაკეთებელი. მაგას როგორ გავუკეთე? ამისი არ არის. აი, იმის არ სპორტულებს ბიჭო. იყოს იყოს ეგ როგორ. საბოლოო ჯამში აქ ბევრი რაღაცა გვაქვს მიუგენის. ესენი ჩამოყვა, დისკებიც მიუგენი არის ორიგინალი, პლუს დაკიდების სისტემაც მიუგენის გვაქვს. და ეხლა უკვე კიდევ ბევრი რაღაც დაემატა მიუგენის. აბა, დავახტავთ. Всё? Всё. ეს არ გჭირდება? ახალი ვიქნა. მოიცავა ბეტმენი. ესე ჯობია რა. გეუბნები ეს ჯობია. აი, ერთადერთი რაც არ მომწონს, აი ეს ქვედა ნაწილი არის რა. გადასვლა რო აქვს. მაგრამ იმ ფირს ჯობია რა. თან თუ დავაკრავთ, მოდი პრიალა დავაკრავთ რა. ან შევღებოთ ხო ბინго. აბა დავიწყოთ აი ამის მოხსნა. აი ესე მოიხსნა ეს ჩვენი ხუფი. და ეხლა ჯერ დავაყენებთ ციმციმას და ბარემ მოხსნილზე დავაყენებთ იმ ბეტმენს და ბეტმენიანად დავაყენებთ აქ. ესე იგი ეს გამოიყურება აი ასე. მეორე მხარესაც ვეჩალიჩებით.
მას არა. აი აქ. და კაკაჩი. ჩამა და. დავაჭირო? მას აიზევიდან ქვევით, ხო? და ხო აი აქედან აშურაც. მიდი იზავს. იზავს. მომემეს. ეს გამჭირვალი ეყენა. იყიდება ორიგინალები. ხო. მეც მოგაწვდი. აი, გადაწყვეტი. შენი. დავაი. რა სერიზოს კაცი. წეზერება. მისვლა. ხო. მოიცა? ცოტაკეთ. ოაი გრაუნდა იყოს. შენ რომ მივირჩევ, ძმა როგორ უნდა. შენ არ მიგიგეთ. თითე. მაგრამ აქ რაღაცნაირად დაждდება იცი. ნახე. უგა რაღაც ჩაუდა და ქაღალდი ხო ბავშვობაში რო ვაკეთებ. მე რო ვაკეთებ სულ. ჰოპ და გა. სანა მუშაობს უნდა აკეთე. აჰა, ჰოპ და გა. მაგარი. ეს просто დავაშო. დავაზაზოროთ და ეგა. ეს კაი. აქ კიდე რა ხდება? აქ мама ამზადებს ხედავს. мама ცუდად ხედავს. მომ მე ვიზო მაგას. მაგას მე მივხედავ. ხო, კაი მაშინ შეხედე. ბეთმენებს ამზადებს იმისთვის რომ ჩვენს ფიძე დადგეს და თან პარალელურად ბამპერსაც აღდგენს. ბამპერის აღდგენა თუ მოგინდებათ ვინმეს ნომერს გამოვანათებ რომაჩემის და მოდით გააკეთებს. მე მივხედავ მაგას. თან ვიფიქრეთ და ამ სკოჩს რო არ ვენდოთ მთლიანად რამდენიმე წერტილს გავუკეთებთ გერმეტიკით. კლასიკურად. Simba. ავიმავე. წავედით, მივაბეთმენოთ ჩვენი ფიჭი. დან. ვაი. ჩვენ თბილად მაქსიმით ეს. სკოჩები. სკოჩები კი არა. ო. აი, მოიცა. თან ჩაჯდა? ჩაჯდა აბარა. ეს უნდა მოგვეტეხა. რა უნდა მოგვეტეხა? აი ეს. ეს არის. დაიროს. ჩაჯდა რა გინდა? ახალი ვითა. ეს მოვტეხოთ. მოვტეხილი. всё, ეგა ვერაცა. ეს მოვტეხოთ. მაიცა დანას მოცი. დანით ვერა. დანით ხო აბა? გავტეხე უკვე. უნიჭ. მოგატეხილია просто პიცეთი უნდა. Кая. Сейчас он разберет. ეს აღზარეს. არა? არა, გერმეტიკია მანდა და. მაინც არ შევა. აბარასის. ნორმально დადგა? აბა ნახე.
ესე არის. ნორმა. მაგარია. ეს ცოტა უფრო ხარისხიანი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ეს საერთოდ არ უნდა მომეხსნა როგორც აღმოჩნდა. გეუნეოდი. ენი გიყავ. გეუნეოდი. მაგას რატო ხსნი? როდის? აი ჩასვავ მაგ მომენტს, როცა ხსნიდი. მართლა? ხო. რა შვები? იმას რატო შლი? იმას რატო უშლი და ეს უნდა დავაყენო. ციმციმა. აქ იყავი? კი. აი თუ იყავი ჩავსვა. გადაღებული თუ მაქვს რა თქმა უნდა. ვარ გადამიღე როგორ ჩავსვა. მე გადავიღე. იღებდი? კი. მაშინ ჩავსვა რა მაგ დასამალი ჰა. ას ხაბა ხარ ჩვეულები. არა ვითარ შემთხვევაში. ყველაზე არასასიამოვნო მომენტს მივადექით. სადაც აი ეს ორი თეთრი რაღაცა უნდა შევყოთ იმ ორ პატარა შავ რაღაცაში. და 4-ვე მოძრაობს. ნახე. შეყავი? შედის? დალში ეს შუაც უნდა შევიდეს. შუაც პრუჟინაზე. ანუ უნდა მივაწვე? ხო. აი შეიძლება. აი ეგრე. ეს რა არის? დადის გიჟივით. ჩასვი? 4-ვე შეყავი? აი ხლა ეს ჯობია ეგრევე ჩასვა ვიდრე. აკაც ჩავსვით. ჩავსვით რა? ერიკა მიხერა მაგას. всё, ახლა ის. წამო ბეთმენიც გავაკეთოთ და დღეისთვის მოვჭით. ამას ვერ ვაყენებთ სავარაუდოდ ჯერ, იმიტომ რომ მე მგონი ჰაერში უნდა იყოს მანქანა პადიომნიკს. არის მოსაცნელი და ჩაჯდა. აი ეს არის. ხო. ამორტიზატორები აქ. ხო. დღეისთვის ვამთავრებთ ჩვენს საქმიანობას, ეხლა მივავთ ნახავთ ერიკა როგორ აყენებს. აი, ასე. გემრიელი ხმები, წკაპ. ცუდად ზის? აბა, ვნახოთ. ის მოძრაობს ერო. გაიგე? აი ეგ მოძრაობს. ჩეჭდა. არა. მოიცათ ჩავსვავ. შეიძლება. დაბლითები ჩასვედას თავი. ალბათ ეს რომ მოტეხე ზუსტად მაგში. მეცა ჩაწიდა ის. აი ჩავიდა. აბა. ჩემ ბრალი არ ყოფილა. აი, საკმარისია ერთხელ მითხრა რომ შენი ბრალიაო რაღაც და ეგრევე გამოსწორდება ყველაფერს. იქ გონი ესე კარგად არაა და მეც ხო ეგრე მგონია, ხო მივიდეთ. ერთი მივიდეთ, ნახოთ. რავი, ახლა უკან თუ გაკაჩავ რაღაცამ. ახლა. შო. აკაშკარა დუკეძის. ჰა? აკაშკარა დუკეძის. აბა წამონახოთ. არა. რაღაც ის. ეს გამოკაჩեցი. ეგ მოტეხილი მაქვს. მაშინ კარგად ის შეეგა. ისე მეტი აღარ წავა. შეეგა. აი ეს არა მომწონს. ეგრე. მაგრამ რა ვქნათ ახლა ფიქსე არ არის ორიგინალები შეკ. ყოველთვის გარედან. შევაფასოთ. უხდე. აჰა.
ესეთი მშვიდი დღეები როცა არის ხოლმე, ხვდები რომ ბევრი კი არაფერია საჭირო ბედნიერებისთვის. 1-2 ცივი წვენი, შოკოლადი. არც ისე ძალიან ცხელი ამინდი. ეგ არის. მანქანას 1-2 რაღაცა დავუმატე, წავხედი გარეცხე. ეგ არის ბედნიერი. იცი რას გეტყვი? თუ არ გვასპონსორებენ, ჩვენ თვითონ გავაკეთოთ და ჩვენი თავები დავასპონსოროთ. ესეც კაი იდეა ხო 2025-თვის. ნახოთ.